დასაწყისში ღმერთმა აკურთხა მე-7 დღე და წმინდად აქცია იგი, ხოლო მოსეს დროს მან თავის ხალხს უბრძანა, რომ შაბათი დღე დაეცვათ, როგორც 10 მწნებიდან მე-4. მაშინ, როდემდე უნდა დავიცვათ შაბათი? მოდით ეს დავადასტუროთ იესოს სიტყვებით, რომელიც ჩვენი მხსნელი და ჩვენი რწმენის სტანდარტია. მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს, და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი? ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. იესომ თქვა, რომ უნდა ვილოცოთ, რომ უკანასკნელი დიდი გასაჭირი, რომელიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაბამიდან დღემდე და აღარასდროს იქნება გასცდომილი, არ მოხდეს ზამთარში ან შაბათს. მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ზამთრის ცივი ამინდი წმინდანთა ტანჯვას გაზრდიდა. მაშინ რატომ გვიბრძანა იესომ, რომ ვილოცოთ, რომ უკანასკნელი გასაჭირი შაბათს არ მომხდარიყო? ეს იმიტომ ხდება, რომ თუ უკანასკნელი გასაჭირი შაბათს მოხდება, წმინდანები ვერ შესძლებენ ღმერთისადმი სრული თაყვანისცემის შეთავაზებას. ეს მიუთითებს, რომ ღვთისნებაა შაბათის დაცვა საუკუნის ბოლომდე, როცა უკანასკნელი გასაჭირი დადგება. დღეს ბევრი ქრისტიანი ამტკიცებს, რომ ახალი აღთქმის დროს შაბათის დაცვა საჭირო არ არის. თუმცა იესომ ნათლად თქვა, ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. ამიტომ არასწორია იმის მტკიცება, რომ ახალი აღთქმის დროს შაბათის დაცვა საჭირო არ არის და ეს ეწინააღმდეგება იესოს სწავლება. ამიტომ იესოს სიტყვების თანახმად, ილოცეთ, რომ თქვენი გაქცევა ზამთარში ან შაბათს არ მოხდეს, ჩვენ შაბათი დღე წმინდად უნდა დავიცვათ საუკუნის ბოლომდე.